გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოუნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მოზრდილთა კარდიოლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი ქალბატონი ნინო ჯანაშია. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა მოგწონებისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით. მოწვევისთვის მივესალმებით დღეს რადიო მსმენელებს. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება სტრესი და მისი გავლენა გულს ისახთა დაავადებებზე. ქალბატონო ნინო, რატომ არის მნიშვნელოვანი ვისაუბროთ სტრესზე გულს ისახთა სისტემასთან მიმართებაში? სტრესი დღევანდელ სამყაროში მღელვარება დაძაბულობაში ფოთვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სტრესი ეს არ არის მხოლოდ ემოციური მდგომარეობა, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ბოლო პერიოდში პაციენტებისგან ხშირად მსმენია, რომ ისინი მათ არაფერი არ სჭირთ, ისინი უბრალოდ ნერვიულობენ, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ თუ სტრესს განვიცდით, ამას შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს ჩვენს გულსისახთა სისტემაზე. ქრონიკული სტრესი იწვევს სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას და შესაბამისად ამაგრძელებადიან პერსპექტივას შეიძლება საფრთხე შეუქმნას გულს. ევროპის და ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი გაიდლაინებში სტრესი დღესდღეობით განიხილება საკმაოდ აქტუალურად გულსისხლთა სისტემის ერთ-ერთ პოტენციურ რისკ ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს გარკვეული დაავადებების პროექცირებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ჩვენ როგორც ექიმებმა, მათ შორის კარდიოლოგებმა, როდესაც პაციენტი გარკვეული ჩივილებით მოგმართავს, ჩვენ კონცენტრება არ გავაკეთოთ მხოლოდ დაავადებაზე და მის მკურნალობაზე. ხშირად თანხლები, სტრესი, დეპრესია უგულობელყოფილია და შესაბამისად ჩვენ მიერ დანიშნული მკურნალობა, მათ შორის ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა არ მოაქვს ის სათანადო შედეგი, რაც უნდა იყოს რეალურად, ვინაიდან სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ ზუსტად დაავადებების პროვოცირება და შესაბამისად შედეგიც იყოს არასრულყოფილი. რა კონკრეტული, ასე ვთქვათ, გავლენა შეიძლება ჰქონდეს სტრესს გულზე? სტრესი თვითონ არის ეს ფიზიოლოგიური პასუხი ორგანიზმის სხვადასხვა გამღიზიანებელზე, ცვლილებაზე ან გარკვეულ საფრთხეზე. ის შეიძლება გარკვეულწილად იყოს დაცვითი მექანიზმიც, მაგრამ როდესაც სტრესი არის ქრონიკულად მიმდინარე და გრძელვადიანი, ხანგრძლივად მიმდინარეობს, მაშინ ამას შეიძლება გამოიწვიოს, როგორც გითხარით, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია და შესაბამისად გამოიყვეს ორგანიზმში დიდი რაოდენობით სტრეს ჰორმონი, კორტიზოლი, ასევე კატექოლამინები, როგორც არის ადრენალინი, ნორადრენალინი, რომელიც იწვევს გულისცემის სიხშირის მატებას, ასევე იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, სპაზმს, მათ შორის გულის მკვებავის სისხლძარღვების კორონარული არტერიების შევიწროებას, რამაც შესაძლოა მიიყვანოს გულის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის დისბალანსი და განვითარდეს ისეთი ერთ-ერთი მდგომარეობა დაავადება, რომელსაც ქვია სტენოკარდია. ასევე სტრესის ფონზე ხდება ხოლმე ენდოთელიური დისფუნქცია, რაც გულისხმობს ახლა ეს არის სისხლძარღვების შიდა შრის დაზიანება, მაშინ მიმდინარე მუდმივი ანთებითი პროცესებით. და ესეც არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ისეთი მნიშვნელოვანი დაავადების, როგორც არის ათეროსკლეროზული დაავადება. სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციის ფონზე, ასევე გახშირებული გულისცემის ფონზე შეიძლება ჰქონდეს არითმიების და სხვადასხვა ესეთი გულის აჩქარების შედეგები. ამიტომ სტრესს აქვს გარკვეული პირდაპირ ზეგავლენა, როგორც გულსისახთა სისტემაზე, ასევე არაპირდაპირ ზეგავლენა. არაპირდაპირ ზეგავლენაში კი ძირითადად იგულისხმება ცხოვრების წესზე ზემოქმედება. რას გულისხმობს, რომ განვმარტოთ თქვენს რადიოს მსმენელებს, ეს არის ის, რომ სტრესის ფონზე ადამიანების უმეტესობა ხშირად იღებს უფრო მეტრი რაოდენობით საკვებს, არაჯანსაღ საკვებს, ეს იქნება ტკბილეული თუ სწრაფი საკვები, ასევე შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ხშირად ალბათ გსმენიათ ახლობლებისგანაც და პაციენტებისგან, რომ დიდი რაღაც პერიოდის განმავლობაში არ მოიხმარდნენ თამბაქოს და რაღაცა გარკვეული სტრესი იყო მათთვის ტრიგერი იმის, რომ ხელახლა დაეწყოთ თამბაქოს მოხმარება. ანუ ის მოქმედებს ჩვენი ცხოვრების წესზე უარყოფითად. ასევე სტრესში მყოფი პაციენტები, ადამიანები არიან უფრო მეტად ადინამიურები, ფიზიკური აქტივობა გვხვდება, ძილის რეჟიმი ირღვევა მელატონინის ნაკლეობით, რაც ცალკეულწილად განაპირობებს არტერიული წნევის ციფრების ცვალებადობას.
და ასევე სტრესის ჰორმონის კორტიზოლის ჰიპერაქტივაციამ შეეძლო გამოიწვიოს ინსულინ რეზისტენტობა, ლიპიდური ცვლის დარღვევა. ანუ გარკვეულწილად სტრესი არის არაპირდაპირი მოდიფიცირებადი რისკ ფაქტორების მაპროვოცირებელი, როგორიც არის ეს ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ადინამიური ცხოვრების წესი, რომლებიც თავისთავად განაპირობებენ ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ასევე ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვა. სტრესის ფონზე ასევე ხდება სისხლის შედედების სისტემის აქტივაციაც, ანუ უფრო მეტად არის მიდრეკილი ჩვენი ორგანიზმის სისხლის შედედებისკენ, რამაც შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს თრომბოზების განვითარებისაგან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იმ პაციენტებში, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ გულსიზრახთა დაავადებები. პაციენტები, რომელსაც უკვე აქვთ დიაგნოსტირებული და პარალელურ რეჟიმში განიცდიან სტრესს, უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან, რომ მოხდეს ამ დაავადებების გამწვავება, მათ შორის თუნდაც ქრონიკული გულის უკმარისობის გამწვავება. გატეხილი გულის სინდრომზე რომ ვისაუბროთ. გატეხილი გულის სინდრომი არის თუ არა რეალური დიაგნოზი და რას გულისხმობს იგი? ზუსტად სტრესი არის ერთ-ერთი პირდაპირი გამოვლინება ხოლმე და მაპროვოცირებელი გატეხილი გულის სინდრომის ეგრეთ წოდებული სტრესინდუცირებული კარდიომიოპათიის. საკმაოდ დიდი ხანია ეს დაავადება უკვე ცნობილი არის და ვითარდება ძლიერი ემოციური სტრესის ფონზე. მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე სტრესს. ანუ როდესაც პაციენტები ან ადამიანები ჩვეულებრივ ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ არიან, მას შესაძლოა დაკავშირებული იყოს საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან. სწორედ ეს სახელწოდება აქედან გამომდინარეობს, რომ გატეხილის გულის სინდრომის ამ დროს ვითარდება სისხლში ჭარბი რაოდენობით ამ კატეხოლამინების, ადრენალინის, ნორადრენალინის გამოყოფა, რომელიც იწვევს გულის მკვებავი სისხლძარღვების, კორონარული არტერიების შევიწროებას, სპაზმს. რის შედეგადაც გულის კუნთს სისხლის მომარაგება უფერ ხდება, ჟანგბადის მიწოდება და ამას შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთის გარდამავალი დაზიანება. ეს სინდრომი თვითონ გამოხატულებით, როგორც კლინიკურად, ისევე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით ძალიან გავს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის სურათს და ამისთვის დიაგნოსტირებისათვის ხშირად გვჭირდება, რომ ჩავატაროთ კორონარული ანგიოგრაფია. ჭეშმარიტი მიოკარდიუმის ინფარქტისაგან განსხვავებით, ასეთ შემთხვევაში გულის მკვებავის სისხლძარღვები, კორონარები, როგორც წესი, სრულად ინტაქტურია და ამ შემთხვევაში დამატებითი ჩარევას სისხლძარღვების მხრივ არ გვჭირდება, თუმცა რა თქმა უნდა აუცილებელი არის მედიკამენტური მკურნალობა და საბედნიეროდ ეს ასეთ შემთხვევაში ძირითადად გულის კუნთის დაზიანება გარდამავალია და რამოდენიმე კვირაში, დაახლოებით 4 კვირაში ისევ უბრუნდება მის ჩვეულ მდგომარეობას. ძირითადად ეს დაავადება ვლინდება ხოლმე ქალბატონებში, მენოპაუზაში მქონე ქალბატონებში და სამწუხაროდ ზოგჯერ საკმაოდ ესეთი მწვავე გამოვლილებაც აქვს, შეიძლება კარდიოგენული შოკის სურათიც კი მივიღოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიცვათ ესეთი ძლიერი და მზაფრი სტრესისაგან, არა მარტო საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან, ასევე ზოგჯერ ძლიერ ტრავმასთან, ავარიების პერიოდში ან რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი გამოსვლის წინ შეიძლება დამართიათ ხოლმე პაციენტებს ძლიერი მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რაც შემდგომ დადასტურებულა რომ ყოფილა ესეთი სტრესინდუცირებული ტაკოცუბოს კარდიომიოპათია, ეგრეთ წოდებული გატეხილი გულის სინდრომი. არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, ასე ვთქვათ, კავშირს სტრესსა და გულსისრახთა დაავადებებს შორის? რაც უფრო დრო გადის უახლოეს პერიოდში, უფრო მეტად აქტუალური ხდება ამ სტრესის კავშირი გულსისრახთა დაავადებებთან და მადლობა თქვენ ასეთი აქტუალური თემასთან სასაუბრობ მოწვევისთვის. და დიახ, 2025 წელს ყველაზე ახალი რაც შემიძლია თქვა, ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნდა ეს მეტაანალიზი, რომელიც ადგენდა გულსისრახთა დაავადების მქონე პაციენტებში დეპრესიის გავრცელებას და მის გავლენაზე საერთო სიკვდილიანობაზე. აღმოჩნდა ჩატარებული კვლევით, რომ დაახლოებით პაციენტებს, რომელსაც ჰქონდათ გულსისრახთა დაავადებები, დაახლოებით 20%-ში ვლინდებოდა დეპრესია. მათ შორის დაახლოებით 25%-ში ვისაც ჰქონდა გულის უკმარისობა და დაახლოებით 20%-ში ვისაც ჰქონდა კორონარული არტერიების დაავადება. და სიკვდილიანობა, როცა შეატარეს, ბევრად უფრო მაღალი იყო იმ პირებში, ვისთანაც იყო დეპრესიის არსებობა, ვიდრე იმ ადამიანებში, რომელსაც დიაგნოსტირებული ჰქონდათ, რა თქმა უნდა, გულსისრახთა დაავადებები, მაგრამ დეპრესია არ იყო. ეს კვლევა
კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა იმას, რომ დეპრესიის, სტრესის შფოთვის არსებობა მნიშვნელოვანი იყო და მისი ადრეული დიაგნოსტირება, პრევენცია და მისი დროული მკურნალობა გავლენას ახდენს საერთო სიკვდილიანობაზე. ასევე იყო ერთ-ერთი ინტერჰარტ კვლევა ესეთი, რომელიც იყო 52 ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული, სადაც აღმოჩნდა, რომ ეს ფსიქოსოციალური სტრესი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი იყო პირველადი მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების. და ასევე მინდა აღნიშნო ისიც, რომ 2024 წლის და უახლესი ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების გაიდლაინებში ძალიან ისეთი ხაზი არის გასმული ცხოვრების წესის მოდიფიცირებაზე, პრევენციაზე, სადაც არტერიული წნევის კონტროლთან ერთად, წონის კორექციასთან, ჯანსაღყვებასთან, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად არის სტრესის მართვა. ვინაიდან როგორც ქრონიკული კორონარული არტერიის გაიდლაინის, გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის გაიდლაინში ის ერთ-ერთ პოტენციურ მოდიფიცირებად რისკ ფაქტორად განისაზღვრება გულსუზავთა დაავადებების განვითარებისათვის. ამიტომ ჩვენ ექიმებმა, როდესაც პირველადი შეხება გვაქვს პაციენტთან, სასურველი არის, რომ მისი ემოციური მდგომარეობა შევისწავლოთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად. ვინაიდან თანხმლებმა სტრესმა, როგორც თავიდანვე აღნიშნე, შეიძლება არ მიგვიყვანოს ჩვენი სტანდარტული იქნება თუ ინდივიდუალური დანიშნული მედიკამენტური მკურნალობა სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანოს. სიმპტომებზე რომ გადავიდეთ, რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს სტრესთან ასოცირებული კარდიოლოგიური პრობლემები და როდის შეიძლება იგი ასე ვთქვათ, უკავშირდებოდეს გულის ორგანულ დაზიანებას? დიახ, სიმპტომები ძირითადად მithumetes პაციენტებს, რომლებიც საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან ხოლმე ჩვენთან მოსვლამდე, ძალიან გავს კარდიოლოგიურ ჩივილებს და ხშირად უკავშირდება კიდეც კარდიოლოგიურ პრობლემებს. ძირითადად არის ხოლმე ტკივილი გულმკერდში, ჰაერის უკმარისობა, თითქოს ღრმად ჩასუნთქვის აუცილებლობა, ასევე შესაძლოა იყოს გულის ფრიალი, აჩქარება, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის ცვალებადობა და შესაბამის მედიკამენტურ მკურნალობაზე არაკონტროლირებული არტერიული წნევის ციფრები. შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, გონების კარგვის შეგრძნება და ეს სიმპტომები, როგორც ვიცით, ძალიან ტიპიური არის კარდიოლოგიური დაავადებებისათვის. საწყის ეტაპზე, როდესაც გვაქვს მსგავსი ჩივილები, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ კარდიოლოგები ვიწყებთ იმის დიაგნოსტირებას, რომ ეს არ არის დაკავშირებული გულის სტრუქტურულ ან ფუნქციურ დარღვევასთან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ახალგაზრდებშიც ხშირად ისეთივე სიმპტომებია, როგორც ჩვეულებრივი გულსუზავთა დაავადებების დროს და ხშირად დაგულვებელყოფილია ხოლმე ეს სიმპტომები და მიაწერენ ხოლმე შეიძლება ითქვას ნევროზს. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი გულის მდგომარეობა. თუ აქ არსებული კვლევების საფუძველზე ვღებულობთ, რომ არის ნორმალურ მდგომარეობაში, არ არის მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგია, ამ შემთხვევაში უკვე ინტეგრაცია ხდება ნევროლოგებთან და გადამისამართება, რომ კომბინირებულად მოხდეს მკურნალობა. ზოგჯერ ეს სიმპტომები არ არის ხოლმე დაკავშირებული კარდიოლოგიურ ორგანულ დაზიანებასთან. მაგალითად, ამ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს ეს თუნდაც ჰაერის უკმარისობა, რომელიც პერიფერიული სატურაცია ნორმის ფარგლებშია, როდესაც არის ხოლმე ტკივილი, ესეთი ჩხვლეტითი ხასიათის, რომელიც ძირითადად მარტო ემოციური სტრესის ფონზე ვითარდება, ასევე არტერიული წნევის ციფრები, რომლებიც ძირითადად პაციენტის ექიმთან ვიზიტის დროს ვლინდება ეწოდებული თეთრი ხალათის ჰიპერტენზიაზე შეიძლება ითქვას და გულის ფრიალი აჩქარება, რომელიც ხდება მხოლოდ ემოციის, სტრესის ფონზე. თუმცა აქ მინდა დავაკონკრეტო, რომ ხშირად პაციენტებს სტრესის ფონზე მართლაც აქვთ სხვადასხვა ტიპის არითმიები, ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი სინუსური ტაქიკარდია ან ექსტრასისტოლური არითმია, ზოგჯერ სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია შეიძლება იყოს და არ უნდა იყოს ეს გულვებელყოფილი. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ ის არსებული შესაძლებელი დიაგნოსტიკური თუ ლაბორატორიული კვლევებით, რომ არ გამოგრჩეს. თუნდაც ახალგაზრდა ასაკში, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან გაახალგაზრდავდა გულსუზავთა დაავადებები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ხოლმე მიოკარდიუმის ინფარქტით და საშიში არითმიებით. და ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩემი პირადი აზრია, რომ არის ის ქრონიკული სტრესი, რა გარემოში ადამიანებს უწევს ცხოვრება. დიაგნოსტიკურ მეთოდებზე რომ გადავიდეთ, რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება სტრესთან ასოცირებული კარდიოვასკულარული დაავადებების ამოსაცნობად?
აი ზუსტად ახლა ვსაუბრობთ ამაზე და განვავრცობ. პირველ რიგში უნდა ჩატარდეს რუტინული ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, რათა მოხდეს შეფასება, ხო არ არის მწვავე მიოკარდიtis ინფარქტისათვის დამახასიათებელი კარდიოგრაფიული ცვლილებები, ასევე არითმის გამორიცხვა, უნდა შეფასდეს ხო კარდიოგრაფიულად გულის კუმშვადი ფუნქცია, ასევე ლაბორატორიული ანალიზებით უნდა გამოირიცხოს მიოკარდიუმის ინფარქტის, მიოკარდიტის, ასევე გულის უკმარისობის არსებობა და ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი არის რისკის ჯგუფის პაციენტებში დაგვჭირდეს კორონარული ანგიოგრაფიის და დამატებით დატვირთვის ტესტის 24 საათიანი წნევის მონიტორინგი იქნება თუ ჰოლტერ მონიტორინგის გაკეთება. ეს მოგცემს საშუალებას იმაში, რომ ჩვენ თვითონ ექიმები ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ამ პაციენტს ამ ეტაპზე არ აქვს მწვავე მდგომარეობა და იყოს პაციენტის უფრო მშვიდად. ვინაიდან ვიცით, რომ გულსაფრთხო დაავადებები მსოფლიოში სამწუხაროდ კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. პრევენციის გზებზე რომ გადავიდეთ, როგორ შეიძლება მოხდეს პრევენცია და ამ შემთხვევაში პაციენტებმა ყველაზე მეტად რაზე უნდა გამახვილონ ყურადღება? პრევენცია როგორც წესი პაციენტებისათვის ყველაზე რთულად შესასრულებელი რაღაცაა. ზოგჯერ უშევიათ ხოლმე გარკვეული მედიკამენტი მივიღოთ, ვიდრე პრევენცია მომახდინოთ, ვინაიდან ეს გულისხმობს ჩვენი ცხოვრების წესის მოდიფიცირებას. ერთ-ერთი რაც შემიძლია ვურჩიოს არის ფიზიკური აქტიურობა. როგორც წინაზე ვთქვი, სტრესის პირობებში ადამიანებს ძალიან უჭირთ ფიზიკური აქტივობა, უფრო ადინამიურები არიან, მაგრამ სწორედ ფიზიკური აქტიურობა არის სტრესის ერთ-ერთი მართვის ყველაზე კარგი და ხელსაყრელი მეთოდი. ფიზიკური აქტიურობა, ისე მოწოდების დონეზე, გაიდლაინების დონეზე გულისხმობს დაახლოებით კვირაში 5 დღეს 30 წუთიან რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და ეს არ იგულისხმება მარტო ეს ძალიან ინტენსიური ტიპის ვარჯიში. შეიძლება ეს იყოს ფეხით სიარული სწრაფი ტემპით და ასე შემდეგ. ეს კარგი არის, იმიტომ რომ პაციენტები და ადამიანები ზოგადად, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ, მათ უფრო ნაკლები რეაქცია აქვთ ხოლმე, მკვეთრი რეაქცია რა აქვს სტრესზე. ეს აისახება მისი არტერიული წნევის მატებით და გულისხმის სიხშირის მატებით. ამიტომ ფიზიკური აქტივობა გარდა სტრესის მართვისა, ჩვენ დაგვეხმარება წონის კორექციაში, ლიპიდური ცვლის მოწესრიგებაში, გლუკოზის დონის შემცირებაში და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რჩევა შემიძლია მივაწოდო ამ ფიზიკური აქტივობის სახით. ასევე შესაძლებელია ინდივიდუალურად შეირჩეს, ეს იქნება მედიტაციის, იოგის სახით, სურვის სახით. ხო, ძილის მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტრესის დროს მელატონინის დონე მცირდება, კორტიზოლის მიმატებს, შესაბამისად ძილის რეჟიმის დარღვევა ხდება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ამისთვის მედიკამენტების გამოყენებას, როცა სტრესი ძალიან ესეთ მაღალ ხარისხში არის. ძილის მოწესრიგება მოგცემს სტრესის დაქვეითების ერთ-ერთ გასაღები არის ხოლმე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტები, რომლებიც განიცდიან სტრესს, მათ უფრო მეტად აკონტროლონ არტერიული წნევის ციფრები, პულსის ციფრები, გლუკოზის და ასევე ქოლესტერინის დონე სისხლში, რადგან უფრო მეტად იყვნენ დაცულები შემდგომი განვითარებული გულსუძახთა სისტემის სხვადასხვა დაავადებებისაგან. და ბოლოს რა რჩევას მიცემდით პაციენტებს სტრესის დასაძლევად? მე როგორც კარდიოლოგი პაციენტებს ვურჩევდი, რომ გულზე ზრუნვა არ გულისხმობს მხოლოდ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღ კვებას. გულზე ზრუნვა გულისხმობს ასევე ემოციურ სტაბილურობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მაქსიმალურად ვეცადოთ თავი ავირიდოთ სტრესისგან. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტათი რთულია, მაგრამ გამონახავთ რაღაცა ჩვენთვის მისაღები სტრესის მართვის პრევენციული ღონისძიებები. და ეს სწორად სტრესზე საუბრისას გამახსენდა დეილ კარნეგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში მისი სიტყვები, სადაც წერია, რომ სტრესი ზღუდავს ჩვენს ენერგიას, ძილს, გვართმევს ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხარისხს და ის გვაშორებს რეალურ ცხოვრებას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სტრესის პირობებში შევძლოთ თუნდაც 10 წუთით დრო გამოვუყოთ საკუთარ თავს. ეს იქნება სამუშაო გარემოში თუ თუნდაც ოჯახშიც არსებობს ხო სტრესი. ამ დროს ამ 10 წუთის განმავლობაში შეიძლება იყოს ჩუმად, სრულიად სისუმეში ან ვიღაცისთვის მუსიკის მოსმენა იყოს განტვირთვის საშუალება და ვეცადოთ, რომ დავიცვათ თავი ამ სტრესული გარემოსგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სტრესის არსებობის შემთხვევაში არ შეგვრცხვეს დახმარების თხოვნა. შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი
ადამიანებთან ამ სტრესთან დაკავშირებით ეს არ არის სასირცხველო, ეს ყველა ადამიანს აქვს და მარტო სტრესის მართვა უფრო მარტო სტრესთან ბრძოლა უფრო მეტად საზიანოა ხოლმე ორგანიზმისთვის, ვიდრე თუნდაც იქიმთან გაზიარების ან მეგობართან მისი გაზიარების დროს. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, უნდა დაენიშნოს მედიკამენტური მკურნალობა, თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში, რათა მოხდეს ამ სტრესის უფრო მარტივად დაძლევა და შესაბამისად ჯანსაღი ცხოვრების დაწყება. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო მობრძანებისთვის და ნამდვილად აქტუალურ თემაზე საუბრისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ჩამრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.